დაბადების დრო 1970 წლის 7 მაისი. დაბადების ადგილი ქალაქი თბილისი. ეროვნება ქართველი. სქესი მამრობითი. ეს უცნობის ბავშვობაა. თუ მიმსგავსების უნარით ხართ დაჯილდოვებული, არ უნდა გაგიჭირდეთ ამ ფოტოების მიხედვით უცნობის ვინაობის დადგენა. მანამდე კი მისი ამჟამინდელი გარეგნობის აღწერილობას მოусმინეთ. საშუალოზე ოდნავ მაღალია, არც გამხდარი და არც მსუქანი. ხან ხდება, ხან ოდნავ სუქდება, გააჩნია. ქერა თმა აქვს, რგვალი ფორმის სახე აქვს და საკმაოდ განათებული სახე აქვს. ეს ძალიან საყვარელი არსება არის. აქვს პატარა პირი და ოდნავ დახრილი თვალები. უცნობა პროფესია ძალიან ადრე, დაახლოებით 13-14 წლის ასაკში აირჩია. ამ დროიდან იწყება მისი სამუშაო სტაჟის ასვლაც. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პარალელურად მოსკოვის ერთ-ერთ აკადემიაში სწავლობდა. შემდეგშიც მისი ოფიციალური სამსახური დაკავშირებული იყო რუსეთთან. ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს. კეთილია. საკმაოდ ენერგიული ცხოვრებაში, მიზანმიმართული. ჭიანჭველასაც შეუძლია 24 საათი არ ეძინოს. საქმის მოყვარულია ძალიან. ხშირ შემთხვევაში მკაცრი, ეს უფრო სამსახურში, მეგობრებთან და თავის ახლობლებთან, შვილებთან ძალიან მოსიყვარულე, ხშირ შემთხვევაში გულჩვილი და მიამიტიც. პროფესიონალი არის ისეთ დარგში, სადაც ჩვენ ქვეყანაში სულ არაპროფესიონალები მუშაობენ. ყოველთვის არის საქმიანი და აი პუტინის არ იყოს მარტო მარჯვენა ხელს ამოძრავებს სიარულის დროს. რამდენიმე წლის მანძილზე იყო ერთ-ერთი რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელი. 1995 წელს განახორციელა პირველი სერიოზული პროექტი. ამ პერიოდიდან მოყოლებული ფართო საზოგადოება მუდმივად ეცნობა მის ახალ ნამუშევრებს. 2000 წელს საკუთარ სფეროში აკადემიკოსის წოდება მიიღო. პროფესიული კარიერის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ლექციებს კითხულობს თეატრალურ ინსტიტუტში. ხო, ეს სფერო არის ისეთი მიმზიდველი სფერო არის, საკმაოდ ბევრი მაყურებელი ყავს. ეს სფერო არის, რა ვიცი, რაღაცა ჯუნგლებს გავს, სადაც ესეთი რაღაცა მგლური კანონებია. მაგრამ აი ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო ამ სფეროში. რა ვიცი, მე მგონი მან ეს წარმატებით შეძლო. ამ სფეროდან გამომდინარე მას უწევს ყველანაირი კატეგორიის ხალხთან ურთიერთობა, განსაკუთრებით თქვათ ეხლა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს დაწყებული ჩვეულებრივი გლეხიდან რომელიმე ქართული სოფლის დამთავრებული პრეზიდენტით. მას უჭირავს ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და დიდი ხანია. ის ამბობდა, რომ თუ გინდა რომ შენი ესმოდეს ხალხს, ყოველთვის ელაპარაკე იმ ენაზე, რაც მისთვის არის გასაგები, ანუ ძალიან მარტივ და უშუალო ენაზე. მე მგონი მას ეს ყოველთვის ძალიან კარგად გამოდიოდა და ამიტომაც შეიყვარა ხალხმა იგი. ძალიან უყვარს ნამცხრები უყვარს. თავის საქმე უყვარს ძალიან, მაგრამ ნამცხრები და თავის საქმე რომელი უფრო უყვარს, ეგ ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ორივე ძალიან უყვარს. კარგი მანქანები უყვარს გემოვნებიანი ჩაცმა. ძალიან უყვარს სისუფთავე, არის პედანტი, ნუ არანორმალურად, თქო კარგი გაგებით და უყვარს კიდე კარგი ჩაცმა და ყველაფერი ძვირფასი მის გარშემო. ეს კი ნივთები, ჩასაცმელი, თუ რა ვიცი, ყველაფერი უნდა იყოს ძვირფასი და კარგი ხარისხის. მოგზაურობა ძალიან უყვარს განსაკუთრებით კუბა. იმიტომ რომ წამდაუძონ კუბაში, როგორც კითხვა აქვს ეგრევე კუბიდან რეკავს. უსუფთავო გარემო არ უყვარს, არ უყვარს ადრე ადგომა. არ უყვარს, როდესაც არ ღვენ დისციპლინას. არ უყვარს ხალტურა, ეგრეთ წოდებული. და არ უყვარს არაპროფესიონალები. ეს პიროვნება არის არ ვიცი, ან წრეწირი, ან სფერო. ან უსასრულობის ნიშანი. შევატანებდი შოკოლადი დათვმია რო არის, იქ რო დათვები არის, ოღონდ ქერა დათვები რო იყვნენ იქ. აი, ჩემში იწვევს რაღაცა ისეთი ყვითელი მზის ასოციაციას, რაღაცა ისეთი. ბევრი სხივები რო აქ ეს ასოციაციას იწვევს. ვერსიები უცნობის ვინაობის შესახებ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ SMS-ის საშუალებით.
საღამომშვიდობისა ეთერშია უცნობის მორიგი გამოშვება, რომელიც მორიგ ცნობილ პერსონას წარმოგიდგენთ არც ისე ცნობილი კუთხით. დღევანდელ შემთხვევაში რესპონდენტის ამპლუაში ყოფნა ჩვენი სტუმრისთვის მართლაც შედარებით უცნობი მხარეა და თუ რატო ამას რამდენიმე წუთში შეიტყვეთ, მანამდე კი მე მინდა მაყურებელს მიულოცო, იმიტომ რომ ძირითადად ყველამ გამოიცნო ვინ არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი, მხოლოდ გვაქვს ერთი განსხვავებული ვერსია, რატომღაც ის მიამსგავსეს ბატონ გია ბარამიძეს. სინამდვილეში კი ეს ადამიანი, რომელსაც მეგობრები გაბრწყინებულ მზეს, უსასრულობის ნიშანს და მე რაც ყველაზე ძალიან მომეწონა პატარა ქერა დათვს ამსგავსებენ, გახლავთ ყველასათვის კარგად ცნობილი სატელევიზიო სახე, უამრავი სატელევიზიო პროექტის ავტორი, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ქართულ ტელესივრცეში, ბატონი კოკა ყანდიაშვილი, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. და რესპონდენტის ამპლუა მართლაც მე მგონი ცოტა უცნობი მხარეა თქვენთვის, იმიტომ რომ ძირითადად კითხვებს თავად ვამთ ხოლმე. მაგრამ მაინც როდესაც ვარდებით მსგავს სიტუაციაში, რა ტიპის კითხვებს არიდებთ ხოლმე თავს? არ ვიცი, არ ვარიდებ ხოლმე კითხვებს თავს, იმიტომ რომ თუ არ იკითხო, უნდა გაცე პასუხი. ყველანაირ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხი. რა თქმა უნდა, თუ კითხვა იბადება, მას სჭირდება პასუხი. თუ ყოფილა თქვენს პრაქტიკაში ისეთი რამ, რომ აი თქვენი გულმოდგინე მსვლელობის მიუხედავად რესპონდენტი რაღაცნაირად ვერ წამოგიყვანიათ დიალოგზე. ანუ თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ისეთ სატელევიზიო ენით რო ვთქვათ, ვერ გახსენით. კი, როგორ არა, მინდა გითხრათ, ცნობილი ადამიანები როგორც წესი, მათ აქვს თავის რაღაც იმიჯი შექმნილი და როგორც წესი არ იხსნებიან, ანუ იმათმა იციან რომელ კითხვაზე რა პასუხი უნდა გასცენ. ჩვეულებრივი ადამიანები, როგორც წესი, თუ ეს არ არის პირადული კითხვები, იხსნებიან, მაგრამ ისე რთულია, მაგალითად, ძირითადად, ასე ვთქვათ, უფრო გოიმები ასე არ იხსნებიან. რა არის ის მეთოდი, ან წესი, ან პრინციპი, რასაც არასოდეს არ ღალატობთ ხოლმე გადაცემის მომზადების დროს? სიყვარული ძალიან მიყვარს ეს საქმე. კი, საქმეც მიყვარს და ისეც კარგ ხასიათზე უნდა ვიყო და როდესაც ხდება ისე, რომ კარგ ხასიათზე არ ვარ, მაგრამ მაინც გადაცემა უნდა წავიყო და მაშინ უკვე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, იმიტომ რომ მაინც კარგ ხასიათზე მიყვარს. აუცილებლად უნდა იყოს ყოველთვის კარგ ხასიათზე. ეს არის უკვე რაღაც ისეთი ჟერტვა. მე მინდა მაყურებელს შევახსენო ჩვენი ტელეფონის ნომერია 910063 კითხვების დასასმელად დარეკეთ ან თქვენი შეკითხვები გამოგზავნეთ SMS-ების საშუალებით მაგთიზე 10, მაგთიდან 1050 და ჯეოსელიდან 1030. მოდით იმაზე ვისაუბროთ, რაც მაყურებლისთვის უცნობი მხარე ყოველს ძალიან აინტერესებს, რა სიურპრიზს უმზადებთ. ანუ რა ხდება დღესდღეობით კოკა ყანდიაშვილის ცხოვრებაში? ვამზადებ ახალ სატელევიზიო პროექტს, რომელიც გავა ეთერში 18 დეკემბრიდან და ვიქნები ვიმუშავებ შაბათ-კვირას საღამოს ეთერში და ეს იქნება გადაცემა, რომელსაც ქვია ჩვენ ცხოვრებაზე. ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაც. ძირითადად აი ეს არის. კიდევ სხვას არაფერს არ ვაკეთებ, ჯერჯერობით აი ახალი პროექტი უნდა ჩაუშვათ და ისე პროექტში გვაქვს გეგმები, გვაქვს ესეთი, რომ გადავიხოთ კიდევ ერთი ახალი ქართული სერიალი. და რაღაც ძილის წინ გადავიღეთ, 5 წელი გავიდა მეგონი იმის შემდეგ და რაღაც ახალი უნდა გადავიღოთ კიდევ. წინასწარი პროგნოზით, როგორი პროექტია ეს? კარგი გამოვიდა, ანუ გამოვიდა ის, რასაც ვარაუდობდით? არ გამოვიდა ის, რასაც ვარაუდობდი. მე საერთოდ პროექტი ეს ესეთი არაპოლიტიკური და გამიჭირდა თავიდან ფიქრი, რომ იმიტომ რომ ის გადაცემა პოლიტიკური იყო, მანამდე კიდე რაღაც პოლიტიკური მიმყავდა და ვფიქრობ, მოდი რაღაც ისეთ მოვიფიქროთ, რომ სულ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, არ ვიყო. და ცოტა წავიდე სხვა მხარეს და მოვიფიქრე პროექტი, რომელიც ძალიან გამიჭირდა თავიდან, იმიტომ რომ პროექტი ეხება ადამიანის ცხოვრებას, თითოეული ადამიანის ცხოვრებას, რომელიც ცხოვრობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა სოციალური მდგომარეობა და სტატუსი აქვს, სხვადასხვა ბედი. და ის შევარჩიეთ ესეთი ვარიანტი და აღმოჩნდა რომ გამოვიდა უფრო კარგი, იმიტომ რომ არ ველოდი რომ ხალხი ამ ყველაფერზე ილაპარაკებდა თავის ცხოვრებაში, რომ არ ვიცი მე-5-ად გათხოვდა, მე-20-ად მოიწამლა თავი, არ ვიცი და მათ შორის ძალიან კარგი ისტორიები, რა თქმა უნდა და მინდა გითხრათ ძალიან ბევრი ადამიანს ვისაც ვიცნობ, ცნობილი ხალხიდან, იმიტომ რომ აქ ცნობილი და არაცნობილი ხალხი იღებს მონაწილეობას.
აღმოჩნდა რომ ბევრ სულაც არ ვიცნობდი და აღმოჩნდა სხვანაირი ადამიანი. უცნობი დეტალები აღმოაჩინეთ მათ ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო გამოვიდა და ნახოთ აი მაყურებელი რა სიტყვის აინტერესებს თუ არა მაყურებელს ეს სფერო. ჟურნალისტიკა ეს ის დარგია, რომელიც თქვენ ძალიან ადრევე, თითქმის ბავშვობის ასაკშივე აითვისეთ. რა იყო ის პირველი ნაშრომი, რომელიც დაწერეთ გაზეთში, იყო ეს ინტერვიუ სტატია თუ? 12 წლის ვიყავი და დავდიოდი პიონერთა სასახლეში, გაზეთი გამოდიოდა გაზაფხული ესეთი, ეხლაც გამოდის მე მგონი. და ამ გაზეთში დავწერე პირველი ჩემი წერილი ჩემ ცხოვრებაში ტაჯიკ პიონერებზე. და რო გამოქვეყნდა ძალიან მომეწონა, რომ ჩემი სურათიც იყო იქ და სახელი და გვარი ეწერა და ვიფიქრე რა მაგარია და ოჯახმა და ნათესავებმა მითხეს რომ აი ნუ შვილო შენ მაინც გამოხვალ რაღაც და ვიფიქრე რომ ვა ეს კაი საქმეა. 12 წლის ვიყავი. რატომ გაგიჩნდათ მაინც და მაინც ტაჯიკ პიონერებზე გაგეკეთეთ? უბრალოდ ტაჯიკეთში ვიყავ და იმიტომ დავწერა ტაჯიკ პიონერებზე ჩვენი გაზეთისთვის და შემდეგ უკვე იყო ყველაფერი, ნუ ყველაფერი შტატგარეშე კორესპონდენტი გაზეთებში, ჟურნალებში, რადიოში, მე ტელევიზია, ყველა საფეხური აბსოლუტურად და ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. თუ გახსოვთ, როდის აიღეთ პირველი ჰონორარი და რაში? პირველი ჰონორარი ავიღე რო ვიყავი 13 წლის. პირველ თვეს როგორ იყო იცი, ბაგა? არც ერთი გაზეთი არ მიღებდა სერიოზულად, იმიტომ რომ რაღაც პატარა ბავშვი დადის. და აღმოჩნდა რომ ამ პატარა ბავშვმა 13 წლის ვიყავ პირველ ჰონორარი მქონდა 35 მანეთი. ერთი 10 გაზეთიდან ერთად, იმიტომ რომ ყველგან მიმქონდა წერილები და 10 წერილიდან ერთს აქვეყნებდნენ და იმაში. თუმცა პატარა ბავშვისთვის საკმაოდ კარგი თანხა იყო მაშინ. 35 მანეთი. ბაბუას ხელფასი იყო 120 მანეთი. და დაახლოებით 14 წლის ასაკში დაახლოებით 100 მანეთი უკვე მქონდა ხოლმე, მაგრამ ეს იყო სკოლაში ძალიან კარგი სწავლა. ამავდროულად და ძალიან ბევრი მუშაობა და თან ფულით მჭირდებოდა. რაში ხარჯავდით აი ამ ხელა ჰონორს? ისევ საქმეში ხარჯავდი, ანუ ისევ დავდიოდი, ისევ რაღაც არ გითხრა რამე ყიდულობდი. არა სადღაც გავიდოდით კაფეში, ნუ რაღაცა სხვა ხალხთან მეგობრობ და რაღაც ყველაფერი მაინტერესებდა, როგორ იბეჭდება ის გაზეთი და მახსოვს პირველ რადიოში, მაშინ ერთი რადიო იყო სულ და ამ რადიოში დიდხანს ვიარე და მე მომწეს დიქტაფონი, სპეციალური პროფესიული დიქტაფონი და რომ გამოვედი გარეთს. მეგონა რომ აი მთელი ქვეყანა შემწირა, იმიტომ რომ დიქტაფონი მომწეს. ეს იყო 1984 წელი. ზუსტად 20 წლის წინ. კი, ზუსტად 20 წლის წინ. არ ვიცი, ასე იყო თუ არა, მაგრამ მე რატომღაც ასე მგონია, რომ ძალიან ისეთი მოწესრიგებული მოსწავლე იყავით, მუდმივად რო არიან საპატიო დაფებზე ძალიან მოწესრიგებულად რომ აქ ჩალაგებული ჩანთაში წიგნები და რვეულები, ასეა თუ მაინც უფრო მე კარგად ვსწავლობდი, ვიყავი ისეთი აქტიური მოსწავლე და აქტიურობიდან გამომდინარე ყველაფრის თავი. ანუ თუ კი რამე კარგი კეთდებოდა, ეს ჩემი გაკეთებული იყო, თუ კი რამე ცუდი კეთდებოდა, ესე ჩემი გაკეთებული იყო. ისე რომ აქედან გამომდა კიდევ ხდებოდა ის, რომ ბევრ სკოლას ვიცვლიდი, სულ ვიცვლიდი სკოლებს და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი მეგობრები და ყველგან შემეძლო რამე კარგი და ცუდი გამეკეთებული. შემოგჩათ ყველა სკოლიდან მეგობრები? კი. შემეძლო თქვა, რომ აი ქვეყანა და ქალაქი არ არის, სადაც სკოლის მეგობრები არ შემოვჭი. აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტში სწორედ ჟურნალისტიკაზე ჩააბარეთ, თუმცა ეს სფერო უკვე ძალიან კარგად იცოდით იმ დროისთვის. ლექციებზე დადიოდით საერთოდ? ლექციებზე დავდიოდი, განსაკუთრებით პირველი კურსი გუფხელი ვიყავი. იქ გავიცანე ჩემი მომავალი მეუღლე და შემდეგ დაიწყო ომი და წავედი ომში. როდესაც სამაჩაბლოში ომი დამთავრდა, ჩამოვედი და მოვასწარე რომ ნონა მომეყვანა ცოლად და 7-ში ვიქორწინე და 14-ში დაიწყო მეორე ომი. და წავედი მეორე ომში, მაგრამ უნივერსიტეტიდან გამომრიცხეს ამასობაში მეორე კურსიდან მეც და ჩემი მეუღლეც, იმიტომ რომ მე ამ დროს ვარ უკვე რუსეთის ტელევიზიის კორესპონდენტი, მეორე კურსის სტუდენტი. ნონა არის NTV-ს კორესპონდენტი. მე ვარ სულ ომში, სულ აფხაზეთში ვარ და რა ჩამოვედი გამორიცხული ვიყავ, იმიტომ რომ არ დავდიოდით ლექციებზე და ეს იყო რაღაც ძალიან გამიკვირდა და კი აღვადგინეს მაშინ, მაგრამ რაღაც ფიქრობდი რომ უსამართლო იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე ჩემ საქმეს ვაკეთებდი და შვილიც ესე გამიჩნდა პირველი რომ იქ ვიყავი და იქ გავიგე რომ გავიჩნდა შვილი. აფხაზეთში. კი, ომში ვიყავ.
შეგიძლიათ დაასახელოთ ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტი ცოდნა მოგცათ, ანუ გასწავლათ რა უნდა იყოს მთავარი თქვენს პროფესიაში. ბევრია ასეთი ადამიანი, ვინცგანაც ეს ვისწავლე. ქართული საზოგადოებისთვის, ალბათ მე ძალიან ბევრი მასწავლა კოლა დროზდოვმა, ეს არის ჩვენი რეჟისორი. ალბათ ყველაზე ბევრი ამ საქმეში. მასწავლა ნანა დევდარიანმა და საშა ბეთანიშვილმა, ისინი იყო პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები მერმისის საქართველოში და რუსეთში ალბათ ვერ ჩამოვთვლი ყველას დაწყებული რაღაც ტელევიზიის პატრიარქით, რომელიც არის ანატოლი ლისენკო, რომელმაც მიმიყვანა რუსეთის ტელევიზიაში, დამთავრებული პუბლიცისტით და მწერალით ოლეგ პოპცოვით და საქართველოში არ ვიცი ალბათ არის ხალხი ძალიან ყველასგან რაღაცას სწავლობდი, მე ვერ ვიტყვი რომ ერთმა ყველასგან რაღაცას სწავლობდი, იმიტომ ყველას აქვს რაღაც ის რაც ჯობია რომ შენ ისწავლო. მომიყევით იმ პერიოდის შესახებ ცოტა უფრო ვრცლად, რაც ხდებოდა რუსეთში, როდესაც იყავით მოსკოვში ტელეაკადემიის სტუდენტი. მოსკოვში მე თან მუშაობდი, ისე ვერ მოხდებოდა ტელეაკადემიაში, მე თან მუშაობდი, თან სწავლობდი თბილისში. რაღაც ისეთი აქტიური ცხოვრების პერიოდი მქონდა, ამასობაში იყო ომი და ამის გამო მიწევდა სულ აქეთ-იქით სიარული და ამასობაში გაიხსნა კიდევ რეგიონალური ბიურო, რომლის ხელმძღვანელადაც მე დამნიშნეს. საქართველო, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და გაერთიანებული არაბეთის ემირატებში. აი ამ ხუთ ქვეყანაში და ეს იყო ჩემთვის საოცრება, რომ მე უნდა ყველა ამ ქვეყანაში ვიფრინო და 9 წელი დავფრინავდი ესე. და ვაკეთებდი რეპორტაჟებს და პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს უყვებოდი რა ხდებოდა ამ ქვეყნებში. რუსეთში იყო 8 ჯერ გამანთავისუფლეს სამსახურიდან 9 წლის განმავლობაში. რა მიზეზი? იმიტომ რომ მიზეზი იყო ყოველთვის ერთი და იგივე და შემდეგ დამაჯილდოვეს. ესეთი რაღაცებით დამაჯილდოვეს და არის კიდე ესეთ ქაღალდი მოყვება, რომელშიც წერია რომ მე ვარ ჟურნალისტი, რომელსაც შეუძლია რომ ერთდროულად 4 სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილიდან გადმოსცეს რეპორტაჟი და მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად თემისა, მაინც მიაბა საკითხი აფხაზეთს. ეს იყო მუდმივი დავის პრობლემა, რომ რუსული ფულით მე რაღაც პროქართულ რეპორტაჟებს ვაკეთებდი. და შემდეგ წამოვედი. იქიდან, როდესაც უკვე გადმოვედი სულ საქართველოში, წამოვედი რუსეთის ტელევიზიიდან, ეს ძირითადად მოხდა მაშინ პუტინი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იმიტომ რომ უშიშროება მართავს იმ დღიდან დღემდე რუსეთის ტელევიზიას და ისინი რა თქმა უნდა არანაირ ამ დაგვარ საშუალებას არ გაძლევენ. საუბარს რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ, რეკლამა ოცნობის ეთერში. ეთერშია გადაცემა ოცნები და ჩვენი სტუმარია ბატონი კოკა ყანდიაშვილი. კოკა, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველად როდის ისარგებლეთ ჟურნალისტიკის ისეთი შეიძლება ცოტა ბანალური, მაგრამ მაინც ისეთი პრინციპით, კარებიდან თუ გაგაგდებენ ფანჯრიდან უნდა შეხვიდეთ. არ ვიცი. როგორ იყო, იცით, კიტოვანი იყო ჩასული მოლაპარაკებებზე არძიმბასთან სოხუმში. და როგორც წესი, ესე იგი შევიდა და საჩხუბრად იყო ჩასული, სამ ჯერ ომი დაწყებული არ არის. წინა პერიოდი, ანუ ჩვენ ჩვეულებრივად ჩავდივართ, ჩამოდივართ. მე ვარ ესე 20 წლის, 21-ის შეიძლება. და მიესალმნენ ერთმანეთს, გადაიღეს ჟურნალისტები და ყველა გამოუშვეს გარეთ და როგორ იყო, იცით, აქეთ იდგა კაბინი, ეს მაგი და არძიმბა სამუშაო და წინ გამოწეული ხო ორი კამერო იდება. და აქეთ გრძელი მაგი და სადაც მთელი დელეგაცია დაჭდა და მე დავიმალე იქ კამერით. და არ გავედი. აღმოჩნდა რომ ჩავიწერე ყველაფერი. და ჩავიწერე ისეთი რომ საშინელება. დღეს ალბათ დასამალი აღარ არის, რა ჩაიწერეთ მაშინ. ეს იყო ძალიან რთული საუბარი. მე ვესწრებოდი რა პირველად მოხდა, რომ მე საშინლად მომხვდა, იმიტომ რომ არძიმბამ დამინახა მერე და დაიყვირა და კიტოვანმა დამიცვა. მითხრა რომ შენ რა ვისუყირია და რაღაც თვითონ რაღაც იბუზუნა, მე გამიშვეს ესე ბოლო გამიტანეს გარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩავიწერე და არც კასეტე არავინ არ წამართვა, იმიტომ ამან დამიცვა. აი, ისტორია როგორ დამთავრდა, კამერაც არ დაგიმტვრია. არაფერი არ დამიმტვრიეს, არაფერი არ წამოწ, იმიტომ დამიცვა კიტოვანმა და ესეთი იარაღი ამოიღო და მაგიდაც დადო და ეგ ესეთი საუბარი იყო მაგარი. გამოიყენეთ ის მასალა თუ რა არა, ის მასალა არ გამომიყენები, ეს მასალა შენახული გვაქვს და როდისმე თუ გამოადგება კაცო. ეს არის ძალიან საინტერესო საუბარი. შემდეგ მომცა არძიმბამ ინტერვიუ ამის მერე, ამ საუბრის მერე და ასე ვთქვათ, ასე დარეგულირდა ეს საკითხი, თუმცა მერე ჩვენ შორის მაინც კონფლიქტი მოხდა. პირადად მე ვთვლი და პრინციპში რომ არ ჩავთვალო, ნამდვილად ასეა, რომ
თქვენ დაიმკვიდრეთ ძალიან სერიოზული ადგილი სატელევიზიო სფეროში, სატელევიზიო პროექტების რაოდენობით. მე მაინტერესებს თავად კოკა-ყანდიაშვილის აზრი, რომელი პროექტი ან გადაცემა მიგაჩნიათ თქვენს მიერ მომზადებული ყველაზე წარმატებულად? არ ვიცი, რაც მე გამიკეთებია, ალბათ ყველაზე კარგი არის საქართველოს მე-20 საუკუნე, ეს 100 სერიანი დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმი. წარმატებულ და პოპულარულ პროექტებს შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან წარმატებული და პოპულარული იყო ვიდეო პატრული, დიდების ხაპარი, იმღერე რამე, ძილის წინ. პრინციპში ყველაფერი გამოდის, რომ ყველაფერი წარმატებული. მგონია, რომ ყველა პროექტი იყო პოპულარული, იმიტომ რომ ჩვენ ტელევიზია გვიკვეთავდა ამ პროექტებს და თუ ის არ იყო წარმატებული, ანუ თუ მას არ ქონდა რეკლამა და არ ყავდა მაყურებელი, რა თქმა უნდა, იმას არავინ არ დააფინანსებდა და ბრაუჩი ეს პროექტები იყო, ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული და რა ხდება ცხოვა წარმატებული, სულ დამავიწყდა რა ხდება. მაგრამ ზოგადად ისეთ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს, იმიტომ რომ 34 წლის ვარ ახლა. და ნუ კიდე ერთი 30 წელი აქტიური მოღვაწეობა ხომ აქვს წინ. ისე რომ ბევრ პროექტს გავაკეთებ კიდე. თუმცა ყველაზე ღირებულად ალბათ მაინც 21 საუკუნე. საქართველოს მე-20 საუკუნე, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ამაზე კაი არაფერი გამიკეთებია. კიდე გავაკეთებ. ეს პროექტი ძალიან კარგი იქნება, რომელსაც ქვია ჩვენ. ამ გადაცემაში ჩემს გარდა ალბათ იცით, რომ კითხვებს თქვენი მეგობრების დაგისვან, მოდით ახლა ირაკლი მოსაშვილს მოусმით. კი ბატონო. ხორმილი აიღე. შეგიძლია თუ არა გაიხსენო, ყველაზე უფრო ორიგინალურად როგორ მოგილოცეს პირდაპირ ეთერში დაბადების დღე. ყველაზე ორიგინალური მოლოცვა. შემიძლია გავიხსენო. მე საერთოდ ვარ კატეგორიული წინააღმდეგი ყველანაირი, ასე ვთქვათ, აი ჩემ შესახებ საუბრის, ჩემ გადაცემაში და ასე შემდეგ. და ნუ იყო ჩემი დაბადების დღე და თელმა საქართველოს მიცის, მიწმა მიცნობს, რომ დაბადების დღეს და ახალ წელს არ ვარ თბილისში. ყოველთვის მივდივარ. სად ხართ ამას? მოგზაურობ სადმე. და ამ დაბადების დღეს ზაზა შენგელია არის ტელევიზიის თავმჯდომარე ამ დროს და ნუ ზაზამ თქვა რომ გამორიცხულია რომ შენ ეთერიდან წახვიდე და შენ უნდა ასე ვთქვათ და ნუ აღმოჩნდა რომ პირველად ერთი 10 წლის განმავლობაში აღმოჩნდი თბილისში ჩემ დაბადების დღეს ეს ხდება შარშან წინ და სოფონ არჩემაშვილია გადაცემის სტუმარი არავინ არაფერს არ მეუბნება და უცბად გაუშვეს კლიპი რომელიც ერთი 10 წლის წინ მაგ გაკეთებული ჩემზე იქ თვალები და ყურები და რაღაცები ჩემ იხატება და შემომიტანეს ყვავილები და აი რაღაც იყო ისეთი მოულოდნელი ძალიან გაუბრაზდი იმიტომ რომ რაღაც გადაცემა რომელიც შენ მიყავს აშუაშენ შენ დაბადების დღე ხო შენ დაბადების შენ პირადი რაღაც საკითხია და თემი საქართველოს რაღაც ძალიან უხერხულად მომეჩენ. მე ძალიან მესიამოვნებდა რომ მეგობრებმა გააკეთეს ეს გააკეთა ირაკლიმ, სოფომ, თელმა გადამღებმა ჯგუფმა, ზაზას უნდა თურმე კიდევ ბავშვები მოეყვანათ სტუდიაში და ამის გამო დავაგრევთ მიკაურობას. და ესე იყო ეს პირველი. ისე მკაცრი ხელმძღვანელი ბრძანდებით. როგორ გადაგირჩნენ ამის შემდეგ? არა, ჩემი სიმკაცრეს იგონებენ სიამთვილეს. მე უბრალოდ არც ერთ დეტალს არ პატიობ, როდესაც ეს დეტალების რაოდენობა, რაღაც გარკვეული რაოდენობა უკვე ნაპატიები მაქვს. და როცა პატიობ, იმას არ იმახსოვრებენ. და როცა აღარ პატიობ, მე ამბობენ ეს მკაცრია. ასე კარგი არ მახსოვს, ერთი ცუდი მახსოვს პრინციპი. ასე არ ვარ მე მგონი. არ ვიცი. თქვენი მეგობრები ირწმუნებიან, რომ გიყვართ ყველაზე ხარისხიანი და ყველაზე ძვირფასი ნივთები, როდესაც საჩუქრებს ჩუქნიან მაგალითად დაბადების დღეზე, ან თუნდაც ისე უბრალოდ ამავე პრინციპით აფასებთ საჩუქარს. თუ მაინც ნაჩუქარს ხელი არ გაესინჯებ. არა, ეს ცოტა მცდარი აზრია, უბრალოდ რაღაც ისეა ეწყო ჩემი ცხოვრება, რომ მაქვს საშუალება ვიარო მთელ მსოფლიოში უყურო როგორ ცხოვრობს ეს ხალხი და რაღაც ახლა რო გითხრათ რაღაც ამ ძვირფასი რას ნიშნავს? ოქრო და რაღაც ეს რაღაცა ძვირფასი ალბათ. არა, შეიძლება სუვენირი იყოს, მაგრამ ძალიან ხარისხიანი. საჩუქრებს ვიღებ სიამოვნებით. იშვიათად არის ეს საჩუქრები, იმიტომ რომ ჩემ დაბადების დღეზე ახარ ვარ, ახალ წელს ახარ ვარ და ჩემი ბავშვები, მეგობრები ყოველთვის მიკეთებენ მაინც საჩუქრებს. მაგრამ ესე რა თქმა უნდა არ ვაფასებ, იმიტომ რომ
მე ვცდილობ რომ ყველას კაი საჩუქარი ვაჩუქა. ეს სხვა ამბავია, იმიტომ რომ მიყვარს ეს ამბავი და მე რასაც ნაჩუქარ ცხენს კვილი არ გაესინჯება. და თქვენ თავად როგორ არჩევთ საჩუქრებს? რის მიხედვით? აი რაც მე გამიხარდებოდა რომ ჩემს ეჩუქებინათ იმას ჩუქნის. რაღაც ადრე მახსოვს ბავშვობაში მამა ჩემმა არ ვიცი და ეჩემმა რაღაც მომენტში ჩამჩა ბავშვობიდან ეს რომ აი სხვას უნდა აჩუქო ის რაც გინდა რომ შენ გაჩუქო და არასოდეს არ უნდა აჩუქო ის რასაც აი შენც რო გაჩუქებდნენ ეხლა მაინც და მაინც არ მოგეწონებოდა. ესეც ხდება ჩემს ცხოვრებაში დაახლოებით ერთი 120 კაცია ვისაც დაბადების დღეს ულოცა. პეპლებს ისევ აგროვებთ ამჯერად თუ სხვა გატაცება? ეს დროებითი გატაცება იყო. ვაგროვებ მარკებს, მთელი ცხოვრება. და როგორი მარკები გაქვთ? კარგი კოლექცია მაქვს ძალიან. ქართული მარკები თუ არის თქვენ? რა თქმა უნდა არის ქართული მარკებიც და მთელი მსოფლიოს მარკები და ყველა მიცის რომ სადმე მიდის უნდა ჩამოვიდას მარკები და ბევრი დრო არ მრჩება ეხლა ბავშვობაში უფრო მეტი დრო მქონდა, მაგრამ უზარმაზარი კოლექცია მაქვს და ისეთი კარგია ძალიან. ჩემ ბავშვებს ჯერ არ ვაკარებ ამ მარკებს. მათ ვინც კარგად იცნობ, ძალიან კარგად იციან, როგორ გიყვართ ტკბილეული, თქვენმა ერთმა მეგობარმა ისიც აღნიშნა, რომ არ ვიცი ნამსხური უფრო უყვარს თუ საკუთარი საქმეა. არ ვიცი, ეს სიმართლე გითხრათ, ცოტა მიგვირს, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ადრე უფრო მიყვართ, რაღაც ვერ ვიტყვი რომ მკითხონ შენ რა გიყვარს, მიყვარს ხილი. ნამდვილად. და მიყვარს ესეთ ნატურალური პროდუქტი, კარგი. არ მიყვარს არაფერი, აი რაღაც ქიმიური და ეს რაღაც ეს ყველაფერი არ მიყვარს. და შეიძლება კიდე ნამცხვარი მიყვარს, მაგრამ ხა ის სამსახურზე ძალიან არ ვარ. სულ არ შევჭამ დავწყვა. სწორედ ამ მეგობარს გურამ გადაბადეს მოусმინოთ კითხვა აქვს. კი ბატონო. გოგა გაიხსენე ისტორია სხვის პანაშვიდზე რომ მოხვდით შემთხვევით. როგორ მოხვდით სხვის პანაშვიდზე? ეს იყო ესეთი ისტორია. მივდიოდით პანაშვიდზე ჩვენი მეგობრის ოჯახის წევრი გარდა არ მახსოვს ზუსტად. და მისამართი ვიცოდით დაახლოებით და მივედით პანაშვიდზე, ნუ დავით და ვიცი რომ ნუ ვიღაც ნაცნობი უნდა დავინახო და ალბათ ეს პანაშვიდია და საბურთალოზე ხდება ეს. და მივედით და რაღაც უამრავი ნაცნობი მთელი რაღაც თავრობა, მთელი რაღაც აცნობილი ხალხი და ვიფიქრე ალბათ ეს არის. გადმოვედი, ავედი, ნამდვილად ეს ვისაც მიუსამძიმე ის ჩემი ნაცნობი იყო, უბრალოდ მე მასთან არ მოვდიოდი და ვიფიქრე რომ ეს მეთქი ალბათ ამ ჩვენი ნათესავია. მე რომ ნახე მეორე მეგობარი, მესამე, მეხუთე მივდივარ ეს ბიჭი ჩემთან ერთად არიან ჩემი მეგობრები რაღაც გამოვედით და რომ გამოვედით უკვე გაიც ვიღა ძალიან ახლობელი შემხვდა და ვკითხე რომ ისი პანაშვიდია მეთქი და მითხარ რომ ამის. და ვიცით რომ უკვე დავაგმენთ. ეს სუტყუილად მივედით მეორე პანაშვიდზე და ისიც ხույსი პანაშვიდი იყო. ბოლოს მივედით მესამე პანაშვიდზე. და ნუ უკვე გამოსვენება იყო, მაგრამ და ესე მოვასწარეთ. მაგრამ ნუ ის იყო თუმცა უნებლიეთ მოიხადეთ ვალი ყველასთან. კი, მაგრამ ეს აი დამთხვევა და დავდიოდით ესე პანაშვიდებზე და ეხლა ხი ვიყურ რა უნდა ამას აქ და რაღაც ესე. მოდით ცოტა ახლა თქვენი ცხოვრების წესზე ვისაუბროთ, უბრალოდ რეჟიმზე, როგორც ვიცი და როგორც მივხვდი დახასიათებიდან, ტოროლა არ უნდა იყოთ ბუნებით. იცით, გაჩნია მაქვს თუ არა საქმე. თუ მაქვს საქმე, ვიქნები ტოროლა, პეპელა და ციყვი და არ ვიცი რა საჭიროა. თუ არ მაქვს ეს საქმე, რა თქმა უნდა, ვცდილობ რომ გავანებივრო, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი და საერთოდ არ მიყვარს ეს დილით ათქომა, რაღაც ეს მუშურგლეხული წესი არ მიყვარს. როცა გაიღვიძებ, როცა დაიძინებ და ეს არის კარგი. მაგრამ როდესაც მუშაობ ეს წესი გადადის მეორე პლანზე და სამსახურის დროს არც დღე გძინავს, არც ღამე გძინავს და ხარ უბრალოდ სხვა რეჟიმში ცხოვრობ. ხანდახან ვიღვიძებ დილით 7:30-ზე რომ ვივარჯიშო, მერე არ ვიცი, მოვწესრიგდე, წავიდე სამსახურში, უამრავი შეხვედრა, მოვასწრო ბავშვებთან ერთად სადმე წასვლა, სადილი, მოწესრიგება, მე საღამოს კიდე რაღაც და მე დროზე ძილი რომ ისევ ადგე 7:30-ზე. ეს როცა ვმუშაობ. როცა არ ვმუშაობ, ვიძინებ ესე დილის 12 პირველ საათზე და ვიღვიძებ საღამოს 7-8 საათზე და წვიმვალე დროს ვატარებ. ღამეს და დღეს.
როგორი მამაა კოკა ყანდიაშვილი? აი დაძაბული რეჟიმის მიუხედავად ახერხებთ ხშირად ან ყოველდღე იყოთ ბავშვებთან რამდენიმე საათი მაინც? კი, ვახერხებ. ყოველდღე შეიძლება რამდენიმე საათი რო ვიყო ვერ ვახერხებ, მაგრამ ტელეფონზე მაინც ველაპარაკებით ერთმანეთს, ან ძინავთ იმათ უკვე ამ დროს. მაგრამ ისევ ვცდილობ, რომ თუ მაქვს დრო, რომ ვიყო ბავშვებთან ერთად ვიმოგზაუროთ, ერთად ვიმაიმუნოთ, საშინელებები გავაკეთოთ. აი რა შეიძლება გააკეთოთ საშინელება თქვენ და თქვენმა შვილებმა? გაჩნია როგორ ხარ სად ვართ. გაჩნია სად ვართ, მაგალითად შეიძლება უცბად მოგვინდეს, რომ მოდი წავიდეთ ზღვაზე. და მე მაგ ვიცი რომ ერთი დღე მაგ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წავალთ მთელი გზა, რაღაც არ ვიცი, ყველგან გავჩერდებით, ყველაფერს გადავიღებთ ფოტოებზე, ჩავალთ, ვიკატავებთ გემზე, ნავზე და შემდეგ ჩამოვალთ უკან და ვიცით, რომ ის დღე თუ დღენახევარი ერთად გავატარეთ კარგად. ან და მოვივლით რა თქმა უნდა ყველა ციხე-სიმაგრეს და ყველა დელფინარიუმს თუ კი რავია. ან თუ მივდივართ მთაში, ან არ ვიცი, ისეთი ბავშვები მყავს. ესმით რომ როცა ერთად ვართ, აი ეს ის დროა რომ ვართ ერთად, ისე არ ვართ ერთად და სულ გვაკლია ერთმანეთი, მე საქმე მაქვს, ისინი სწავლობენ და ათვერთულები არიან. გადახდა დროს უთანხმობთ, აი მირეკავს და მომნა რომ მამი, მე დღეს არ მცალია 4-მდე. აი 4-ის მერე რაღაც და რა ვიცი. დავდე მაგალითად წავედით და ახალ წელს შევხვდით წითელ მოედანზე. და აღმოჩნდა რომ პატარას და მეც ვერ შევხედე, ძალიან დაღლილი ვიყავი რომ გავფრინდით და წითელ მოედანზე რომ აი მივედით რომ ახალი წელი როა და რომ დავიხედე ქვევით და არა ფაჩუჩებში იყო წითელ ფაჩუჩებში იმიტომ რომ არ უნდა და ამის გახდა და გამოვიგეცით უკან რომ არ გაცივდეს და შემდეგ რა ვიცი ბევრს დავდივარ ძალიან ბევრს აი როგორც ჩვენ ძალიან ბევრს მოგზაურობ და ჩვენმა ინფორმატორებმა მაცნობას რომ ყავთ ძაღლი რომელსაც სახელად გვია კუბა რატომ დაარქვით თქვენს მეგობარს ასეთი სახელი ყველაზე მეტად გიყვართ ეს ქვეყანა კი, კუბა ნამდვილად მიმაჩნია, რომ რაღაც ქართველი მამაკაცისთვის არის 64, ისეთი მიწიერი. და სულ მენატრება იცით ეს ქვეყანა, როდესაც აქ ვარ, სულ მახსენდება, სულ მენატრება და ვიფიქრე, რომ მოდი, ახალი თანის პერიოდი იყო, რომ ბავშვობა ახალი ძაღლი და ვიყიდეთ ეს ახალი ძაღლი. რა ჯიშის ძაღლი? ეს არის ლაბრადორი და ვიფიქრე რა დავარქო? მე დავარქოთ კუბა, იმიტომ რომ სულ მენატრება ეს ქვეყანა და თან რომ ამბობ ამ კუბას, იმიტომ რომ გახსენდება ძალიან ლამაზი ისტორიები, ლამაზი დღეები და საღამოები და ჰემინგუეი არ შეცდა რომ გადავიდა საცხოვრებლად. შეიძლება მეც გადავიდე საცხოვრებლად და რამე კარგი დავწერო, ან გადავიღო, მაგრამ ძალიან მეყვარს ეს ქვეყანა და ძალიან მეყვარს ჩემი ძაღლიც და ამიტომ ქვია კუბა. ბოლოს როდის იყავით კუბაში? ზუსტად 1 წლის წინ. ჯერ 1 წელი არ არის. ძირითადად სამოგზაუროდ, როდესაც დადიხართ, ეს უბრალოდ დასასვენებლად თუ უფრო საქმიანი ვიზიტებია ხოლმე? იცით არის განსხვავება იმაში, რომ თუ მივდივარ დასასვენებლად, მივდივარ კუბაში. ან ესპანურენობა რომელიმე ქვეყანაში. მიყვარს ესეთ ქვეყნები. თუ სამუშაოდ ვერ პოულობ ხოლმე დასვენების დროს, ეს არის აი რომ იმუშავებ და პატარა შოპინგის დრო გექნება, რომ ბავშვებს და ვიღაც შენსაყვარელ ხალხს რაღაც ჩამოუტანო სუვენირები. ისე ძირითადად აი მაგალითად ძალიან არ მეყვარდა შევარდნასთან ერთად სადმე ფრენა, საერთოდ აი სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან ისეთი რეჟიმია, მე ყველაფერი კონტროლირებადია, ისეთი რომ იქ ამ დროს არ დაგაგვიარდეს და რაღაც და არ მიყვარდა, რაღაც ერთ პერიოდ დავფრინავდი და მე უარი ვთქვი და ვაგზავნიდი ძირითადად ჟურნალისტებს. მინდა გითხრათ რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა ეს 5 დღიანი რაღაც აზრი არ აქვს და ეხლა ახალი პრეზიდენტის თანხლები ჟურნალისტები ხო წარმომიდგინე უბრალოდ რა დღე შეერთა ჩვენ დავდიოდით მაინც და ესენი დარბია ენას თუ ფლობთ აი მაგალითად ესპანურ კი ვფლობ ესპანურს ვფლობ მე ვერ ვფლობ ისე კარგად როგორც თია გვასალი რა თქმა უნდა მაგრამ ვფლობ კიდევ რომელ ენებს ფლობთ ქართული, რუსული, ინგლისური ვიცი ისე რა და ესპანური. ვიცი ფარსი ცოტა, არაბული ვიცი. და მაგ ქვეყნებში. ანუ თომ სოფლიოში სამოგზაუროთ ესენები რა თქმა უნდა ყოფნა. იცით როგორ სადაც არ უნდა მოხვდე, როცა რამე ენა იცი ქართულის გარდა კიდე,
ადვილია ჩინეთშიც კი მთელი ფილმი გადავიღე ისე რომ არ გამჭიროებია. რაღაც სტალინი მეხმარებოდა, ეს ყველგან სტალინის ეპოქის შენობები იყო და არ ჭირს ენა თუ გინდა და თუ საქმე გაქვს მოახერხებ ამას. მიუბრუნდეთ ისე თქვენ სატელევიზიო კარიერას, ჩემთვის უცნობია და ალბათ მაყურებლისთვისაც, რატომ დატოვეთ და რატომ თქვით უარი ტელეიმედის გენერალური დირექტორობის სავარძელზე და თან ამ სავარძლის დატოვებიდან ზუსტად 20 დღეში შექმნით საკუთარი კომპანია პრემიერი. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? როგორ იყო, იცით, მანამდე დავტოვე მეორე არხის გენერალური დირექტორის პოსტი. ერთ წელიწადში დავტოვე ორი გენერალური დირექტორის პოსტი, იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ რაღაც ვერ ვცხოვრობ, როცა მყავს უფროსი. აი ვიღაც კაცი რომ დილით გირეკავს და უნდა მიხვიდე თათბირზე, აი ეს მკლავს. იმიტომ რომ თელი პირველ არხზე ეს არ გიწევთ? არ მიწევს და მაგალითად ზაზა მიცოდა რომ რა მომენტშიც ეს მოხდებოდა და იმ მომენტში მე ვეღარ ვიმუშავებდი, ეს არ შემიძლია. რაც ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ მე თვითონ ვარ ჩემი თავის პატრონი, უფროსი, უმცროსი და არც არავის ურჩევ რომ რამე გენერალური დირექტორის ასე თქვა პოსტი შემოვთავაზოს, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვმუშაობ. მაგრამ თავიდან მაშინ რატომ თან ხვდებით? ხომ ვიცით რომ იქ უფროსი დაგხვდება? რა ვიცოდი მე რომ ახლა ესე გამიჭერე ხარ, რა თქმა უნდა არა მარტო ეს მიზეზი იყო, მაგრამ აი შინაგანაც მე რატომღაც მიმაჩნდა რომ როდესაც რაღაც ასე პოსტს იკავებ და ეს კომპანია არ არის შენი, შენ ვიღაცის დაქვემდებარებაში ხარ და შენ თავზე შენ აგებ პასუხს და ვიღაცის საზე ვერ აგებ პასუხს. ალბათ ამიტომ და ალბათ კიდევ ის რომ მაინც ახალგაზრდა ვარ ესეთი სერიოზული. თელ ცხოვრება წინ მაგ ახლა გავხდეთ გენერალურ დირექტორი. გავხდები 10 წლის მერე და აი 154 წლის გენერალური დირექტორი ვიქნები. და აი 20 დღეში როგორ მოახერხეთ პრემიერის შექმნა? გაბრაზებული ვიყავ მაშინ და აი საერთოდ ესე ხდება. რუსეთის ტელევიზიაში ესე დავიწყე მუშაობა, ვიყავი გაბრაზებული და ვიღაცის ჯინაზე გავაკეთე ეს ერთი ქალბატონის ჯინაზე. და ამ შემთხვევაში ეს იყო სიტუაცია რაღაც უსამართლოდ მომექცნენ, ასე ვფიქრობდი. მაშინ და ვიფიქრე რომ ბიჭებო ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ. გავაკეთეთ და ყველაფერი გამოვიდა. მე მგონი ეხლაც გაბრაზებული ვარ ისე რომ. აი მე სწორედ გისურვებ რომ მაშინ ხშირად გაბრაზდეთ, იმიტომ როგორც ჩანს კარგი შედეგები. კარგი შედეგები მოაქვს. შეიძლება ბევრმა არ კი იცის რომ თქვენ საერთაშორისო ტელეაკადემიის ნამდვილი წევრის სტატუსით სარგებლობთ. რა ფორმით მოხდა თქვენი როგორც აკადემიკოსის არჩევა? ეს იყო სასწაულის იმას იგეთ რომ არ ვებოდი. და მოსკოვში ჩავედი, არის საერთაშორისო ტელეფესტივალი, ამბროს ევრაზიის. რაღაც ჩემი პროექტი გადიოდა, რაღაც ყველგან არის ეს პროექტები და იღებ ამ ჯილდოს და მე გიდევს იმაში, ვიტრინაში და მეტი არაფერი. ამ ქვეყანაში გინდა მიგიღია პრიზი და კიდევ მიგიღია. და ესე უცბად მეუბნება რომ თქვენ ხართ წარდგენილი თქვენ უნდა მოგანიჭონ ამ სესიაზე აკადემიკოსის წოდება. ანუ რა თქმა უნდა ვიფიქრე რომ ალბათ 30 წლის ვარ. 4 წლის წინ ხდება ეს ამბავი და ვიფიქრე რომ ალბათ რაღაცაში ეს საქმე და აღმოჩნდა რომ ტელეაკადემიკოსებმა, ანუ ვინც იყვნენ ამ აკადემიაში, ყველა არ ვიცი, ეს არის საერთაშორისო ტელერადიო აკადემია. და ჩემი კანდიდატურა ბევრი მათგანი ბავშვობიდან მიცნობდა მართლა. და მათ შორის იყო ლისენკო, რა თქმა უნდა, ანატოლი ლისენკო. ეს მოხუცი კაცია ეხლა უკვე, თუმცა მთელი ტელევიზია არის მის შექმნილი. და ეს იყო საგალაევი, ეს იყო პაპცოვი, ეს იყო კისილოვი, ეს იყო საროკინა, ეს იყო ერთი ქართველი მათ შორის კოლია სვანიძე და ძალიან ბევრი პოზნერი და ნუ არ ვიცი ვინ დავასახელო ყველა. და იყო ეს რაღაცნაირად ესე მოხდა. და გამიწვიეს სცენაზე, გადმომცეს ეს დიპლომი, რომ გავიმარჯვე ამ ფესტივალზე, ავიღე რაღაც პირველი ადგილი რაღაც ნომინაციაში და ასევე გადმომცეს ეს დიპლომი და წიგნაკი, რომ ვარ საერთაშორისო ტელეაკადემიის ნამდვილი წევრი, ტელეაკადემიკოსი. და ერთ წელიწადში ამირჩიეს ამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრად. ანუ დღემდე ხართ პრეზიდენტი? კი, რა თქმა უნდა, ეხლა ვარ პრეზიდიუმის წევრი. ანუ ეს უკვე ესეთი ადმინისტრაციაში ვარ. ძალიან საინტერესო, იმიტომ დავდივარ ამ ფესტივალებზე ყველგან
ვიგებ სად რა ხდება ახალი, სად რა ტექნიკა შემოვიდა, სად რა პროექტი შეიქმნა, ვინ დაწერა კარგი მუსიკა, ვინ გააკეთა კაი გრაფიკა, როგორი ჩაცმულობა, კაი მაგალითად ახლა გააკეთეს ბრიტანელებმა საინფორმაციო პროგრამა, რომელიც მიყავთ შიშველ გოგოებს. და მინდა გითხრათ, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს საინფორმაციო პროგრამას და მე ვფიქრობ, ჩვენთან გავაკეთოთ კუპალნიკებში, ხო, კარგი. მენია ამის შესახებ ძალიან რეიტინგული. კი, ძალიან რეიტინგული პროგრამაა და ეს არის ყველაზე ოპოზიციური საინფორმაციო პროგრამა. და ამას აქვს თავის გამართლება ამ ჩაუცმელობას. მაგალითად, ესე მოხდა და თბილისში რო ჩამოდი, მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაცა სერიოზული მოხდა. იმიტომ რომ აკადემიკოსი რო გავხდი, ამ რუსებმა და უცხოელებმა წამიყვანეს რუსულ რესტორანში, ჩემს საპატივცემლოდ, არის ესეთი რესტორანი პიტროვ ვოდკინ მოსკოვში. და მე არ ვსვავ. იქ ისეთი ამბავი იყო, რომ ვიფიქრე, ესენი ლოთები არიან, ძალიან აკადემიკოსები კი არა. თბილისში რო ჩამოდი, აქ უკვე იყო რაღაც ისე დახვედრა და რაღაც პრესამ, ტელევიზიამ ისე გააშუქა, რომ ვიფიქრე, მაგარი ყოფილვარ ძალიან. არ დავარეს. საერთოდ არ სვამთ თუ მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სვამთ? არა, უბრალოდ ცხოვრებაში არ დამილევი. არც არასდროს არ დაგჭირვებიათ დავუშვათ რაღაცა მნიშვნელოვანი პირდაპირ ეთერის წინ გამხნევება. არა, არ მიყვარს სასმელი, რაღაც ბავშვობიდან და ყველა მეკითხება რატო არ სვავ და არ სვავ და არ მომწონს ეს გემო და დაჭირვებით არა. რაღაც ეს სამსახურს ვეკიდები ძალიან ხისლად და რეალისტურად. თუ არსებობს თქვენ ცხოვრებაში რაიმე ესეთი რიტუალი, რომელსაც აუცილებლად უცვლელად იცავთ ხოლმე პირდაპირ ეთერის წინ? პირჯვარს ვიწერ როგორც და ბოლოს მე მინდა შევეხოთ აი ძალიან საინტერესო ამპლუას თქვენ ცხოვრებაში, რასაც ქვია პედაგოგიური საქმიანობა. რამდენად მკაცრი პედაგოგი ხართ და საერთოდ რამდენად საინტერესოა მომავალ ტელეკადრებთან მუშაობა? მინდა გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრება იქნებოდა ბევრად უფრო უფერო, მე რო არ მქონდეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და სტუდენტებთან და თეატრალურ ინსტიტუტში არ ვასწავლიდე. ეს მარტო მე ვასწავლე ან ხალხს, ესენიც მასწავლიან ბევრ რამეს და მინდა გითხრათ, რომ ეს ეხლანდელი თაობა, ну ეხლა ვინც ყავს და მანამდე ვინც ყავდა, დღეს ყველა ტელევარსკვლავია და ყველა ტელევიზიაში მუშაობს და ყველა არის რაღაც ძალიან წამყვან პოზიციებზე, ისევე როგორც ხა ჩემი ძმაკაცები რუსეთში, და ყველა ტელევიზიის თავმჯდომარეა. ყველა ტელევიზიის თავმჯდომარე არის ჩვენი კურსიდან, ან ჩვენი აი რაღაც ერთ ოფშიჟიტში, რომ ასე ვთქვათ, კალბასით და პურით ცხოვრობდით და გშიოდა. და ეს სტუდენტებიც, რომლებიც ეხლა, რაც მე ვიცი, იმას ვასწავლი, ხო, რაღაც ახლა განსაკუთრებული რა უნდა ვასწავლო. მე ვიცი ხელობა, ვიცი ეს საქმე, ეს შემოქმედება და მათ ამას ვასწავლე. ისინი ამას სწავლობენ დიდი ენთუზიაზმით და მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ კიდევ განვიცდით რაღაც ზეწოლას, რაღაც უფულობას, რაღაც პრობლემებს ჩვენი თაობის ტელემოღვაწეები და ჟურნალისტები და ზოგადად საზოგადოება, ეს თაობა იზრდება ისეთი, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, სიბერეში სიამოვნებით უყურებთ ტელევიზორს და ესტრადას და მე ვამსადებ როგორც ტელერეჟისორებს, ასევე მენეჯერებსა და პროდიუსერებს და ძალიან კარგი მომავალი გვერდის. ყოველ შემთხვევაში მე ეკრანთან თკბილ სიბერეს გავაკეთე. ძალიან მიხარია, ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია თქვენი მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მიყავით გადაცემის სტუმარი. ფაგა დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ, არ შეგეშინდათ ჩემი მოწვევა, იმიტომ რომ შეიძლება რომ ამას მოყვეს კონფლიქტი. დიდი მადლობა თქვენ. კონფლიქტების არ გვეშინდათ. ჩვენ კონფლიქტების არ გვეშინდათ, დიდი მადლობა თქვენ და მინდა რომ თქვენ არ ხსუსულო წარმატება, იმიტომ რომ აი თუ ვინმე სატელევიზიო დარგში შექმნა ოჯახი, ერთ-ერთი ესეთი ოჯახი არის ეს მაესტრო. ძალიან დიდი მადლობა. დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ, იმიტომ რომ სულ მალე ჩემი შვილები იქნებიან იმ ასაკში, რომ თქვენ უნდა გიყუროთ და მინდა რომ უყუროთ ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ. დიდი მადლობა თქვენ. თქვენ კი დაელოდეთ ჩვენი ცნობილი უცნობის ნაცნობ და უშუალო სახეს ძალიან მალე პირველ არზე. კარგად გრძანდებათ.